მეიდანზე ამ წუთებში არუთინ საიათნოვასადმი მიწყვლი დღესასწაული ვარდატონი მიმდინარეობს. დღესასწაულს როგორც სომეხი, ასევე ქართველი ხელოვანები და ხელისუფლების წევრები ესწრებიან. ღონისძიებას დაესწრო პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მეიდანზე იმყოფება ჩვენი კორესპონდენტი თაია მახარაშვილი, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. თაია, გისმენთ. ვარდატონი ვარდების და სიყვარულის დღესასწაულს ნიშნავს და ის პოეტ არუთინ საიათნოვას ეძღვნება. დღესასწაულს დღეს როგორც სომხური დიასპორის წარმომადგენლები, ისე ქართული კულტურის მოღვაწეებიც აღნიშნავდნენ. აქ სიტყვით გამოვიდა პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი. მან არუთინ საიათნოვას როგორც საერთაშორისო პოეტის და ერთაშორის მობის სიმბოლოს მნიშვნელობაზე ისაუბრა. მოგეხსენებათ, საიათნოვა ლექსებს რამდენიმე ენაზე, აზერბაიჯანულად, ქართულად, სომხურად და სპარსულად წერდა. Lotsav didi ashugis Sayatnovas დღესასწაულს. Შტორჰაბორუმ მერწახშუღი საიათნოვაი ტონა. ეს ქართულ სომხური სახალხო დღესასწაულია. ეს ჩვენი საერთო დღესასწაულია. ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში იზეიმეს ეს დღესასწაული თბილისში. ამ ზეიმის სათავეში ედგნენ იმდროინდელი თბილისის ქართველი და სომეხი კულტურის მოღვაწეები. აი ეს არის ჩვენი ურთიერთობის, ჩვენი მეგობრობის, ჩვენი ძმობის ერთ-ერთი თავარი ნიშანი. საიათნოვაზე ვერ ვიტყვი რომ ის რომელიმე უმცირესობის წარმომადგენელი, ეს თბილისელი პოეტი, თბილისელი აშუღი, სიყვარულის მომღერალი და ესეც სიყვარულის დღესასწაულია. საიათნოვა იყო ერთ-ერთი სტილის, მუხამბაზის ფუძემდებელი საქართველოში და ეს სტილი დღეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული, ძველ თბილისში იყო ყველაზე გავრცელებული ფორმა სწორედ პოეზიის. საიათნოვა არის ის პიროვნება, რომელიც ჯანსაღ კონკურენციას იწვევს ქართულსა და სომხებს შორის თბილისი პოეტია და სათქმო უნდა დიდი ბედნიერება როცა ორ ერთს ერთი პოეტი იყავს. საერთოდ ძალიან დიდი პოეტი იყო და მან მოახერხა ის რომ ორი დიდი ერის კულტურა გაეთავისებინა თავის თავში და წერდა როგორც ქართულზე სომხურად და ყველასთვის სამაყოა მე მაგალითად ძალიან ბევრი მისი ლექსი ზებია და ძალიან ბედნიერო რამე მართლა უნიკალური პოეტი იყო. ვარდატონი წელს 99-ად აღინიშნება. ის 1914 წელს ქართველი და სომეხი საზოგადო მოღვაწეების მიერ დაარსდა. სწორედ ამიტომაც ის თბილისურ დღესასწაულად ითვლება და არ აქვს რომელიმე ეროვნული მიკუთვნებულობა. ამ დღეს განსაკუთრებით თბილისში მცხოვრები სომეხი დიასპორა აღნიშნავს. დიდი ზემლის ხარია ძალიან და საიათნოვა კიდე ჩვენი სიამაყეა, ჩვენი გულის სიღრმეშია. მანამ სომეხი ერი არსებობს, პლანეტა არსებობს, საიათნოვა იქნება და იქნება. საიათნოვას ვარდატონი ეძახიან, რომელიც ქართული და სომხური პოეტები აქ გროვდებიან და დღესასწაული ნიშნავენ. ეგ 100 წელი და 300 წელი თვითონ არსებობს. დღესასწაულს ესწრებოდა სომეხთა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი. მოგვიანებით ბიძინა ივანიშვილმა და ვაზგენ მირზახანიანმა წმინდა გიორგის სახელობის სომხურ ეკლესიაში მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერეს. მოგვიანებით კი ტერიტორია უკომენტაროდ დატოვეს. როგორც ხედავთ, დღესასწაული გრძელდება. აქ სომხური და ქართული ანსამბლები ძირითადად საიათნოვას შემოქმედებაზე, საიათნოვას ლექსებზე შექმნილ სიმღერებს ასრულებენ. პირდაპირ ეთერში ჩვენი კორესპონდენტი თაია მახარაშვილი გვერდებოდა. მადლობა თაია.